ხმაური ყოწოხალ ზუგდიდი ცენტრალურ სუპერმარკეტში, სადაც მოვაჭრეებმა მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმომადგენლებს არ მისცეს საშუალება ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი დაეწყოთ. მოვაჭრეების განცხადებით, კონსტრუქციის დაშლის შემდეგ მათ მუშაობის საშუალება არ მიეცემათ, ხოლო აღნიშნული სამუშაო მათი თქმით შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ისინი მოითხოვდნენ მერიამ გააუქმოს აუქციონის შედეგები, რადგან არ დაუშვებენ კომპანია ლონდასტეს შემოსვლას ბაზარში. წუხელ ბაზრის ცენტრალურ შესასვლელთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. ადგილზე იყვნენ პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრები, მერიის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი ზუგდიდის სამმართველოს უფროსი ლევან პაპავა. საკრებულო წევრს ანა წითლიძეს ბაზრის შესასვლელთან მობილიზებულმა პოლიციელებმა შიდა პერიმეტრზე შესვლის უფლება არ მისცეს. შელაპარაკება მოხდა დეპუტატსა და პოლიციის უფროს შორის, რომელიც დეპუტატს ბაზრის შიგნის შესვლის საშუალებას გაურკვეველი მიზეზებით არ აძლევდა, თუმცა მოვაჭრეების დახმარებით დეპუტატმა შესვლა მაინც შეძლო. წითლიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ქალაქის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ჩართულობა აუცილებელია, რათა დროულად მოხდეს საკითხის გადაწყვეტა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეს საკითხი ვერასოდეს ვერ გადაწყდება. ესე ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო ქალაქის მერმა დემონტაჟი და ხელი მოაწერა. საკრებულო მიიღო ამ ტერიტორიის იჯარით გაცემაზე გადაწყვეტილება. ამიტომ ეხა ამ მოლაპარაკებაში მნიშვნელოვანია რომ ჩაერთონ მაღალი თანამდებობის პირები, ეს არის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. დასვან ორივე კომპანია და ორივე კომპანიასთან და მოვაჭრეებთან ერთად დაილაპარაკო როგორ შეიძლება ამის ეს ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მოგვარება. საბოლოოდ იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟის პროცესი გადაიდო. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ნუკრი ესარტიას განმარტებით, მერია კიდევ ერთხელ მისცემს შანსს მოვაჭრეებს დიალოგის რეჟიმში განიხილონ საკითხი მოიჯარე კომპანია ლონდასტესთან ერთად. ერთმანეთში დაჯექით, მოილაპარაკეთ, გინდათ მერიაში მობრძანდით და ჩვენთან მოილაპარაკეთ, ჩვენს მოგიწვიეთ თუ აქ მოილაპარაკეთ. ჩვენ ყველანი გავალთ აბსოლუტურად უმკურნალობად. როგორმე უნდა მოილაპარაკონ ერთმანეთში ამ ორმა კომპანიამ. იმიტომ რომ თვითონ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხალხია ყველაზე დაზარალებული რჩება ხალხი და ხალხი როგორ დაზარალდება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გავიდეთ აქედან, მაგრამ ერთმანეთში უნდა დაждდენ მოლაპარაკების მაგიდასთან და უნდა მოილაპარაკონ. პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის მოხსნის შემდეგ ცენტრალური ბაზრის ტერიტორია მოვაჭრეებმაც დატოვეს.